ჩვენ არც ერთი არ ვართ გამარჯვებული ამ ომში. მე მინდა მიუსამძიმრო ოჯახებს, მიუსამძიმრო დაღუპულთა შვილებს, რომლებსაც პატივი ხვდათ წილად, ჰყავდეთ გმირი მამები და პატივი მივაგოთ თითოეულმა თანამშრომელმა იუსტიციის სამინისტროს და მთავრობამ, ჯარისკაცებს, ჩვენს დაღუპულებს, ოფიცრებს, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის სიცოცხლე გასწირა. ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პირობებში ხდება ამ წლის 8 აგვისტოს, რადგან ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ამ გზას არ გადაუხვევთ, რომ ნებისმიერი ტიპის უთანხმოება და ნებისმიერი ტიპის კონფლიქტი მოვაყვალოთ მშვიდობიანი გზით. ამაში ჩვენ გვაქვს ერთმანეთის მხარეების იმედი, პირველ რიგში ჩვენი ოსი ძმების შეცდომები არც ერთმა აღარ უნდა გავიმეოროთ და უნდა ვისწავლოთ მომავალში ყურება და მე მჯერა, რომ ქართული მხარის პოზიცია, რომელიც 6 პუნქტიან გეგმას იცავს მკაცრად, რუსეთიც ისწავლის ამ პუნქტების დაცვას და ჩვენ შევძლებთ მომავალში ერთად გადავწყვეტოთ ყველა ის თანხმოება, პირველად რომ ვთქვათ, რომელიც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.